ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ თეორია, მე 13 წლიდან ვმარხულობ. და ვიტყვი, რომ აქვს ძალიან დიდი პლუსებიც და მინუსებიც და ადამიანი უნდა იყოს მზად, არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად. რომ უხმავდები, მე დიდი ხანი ამას ვაკვირდები, როდესაც იმუნიტეტი გჭირდება, როდესაც იმუნიტეტს სჭირდება, რომ არ იყოს ბევრი გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ საკვები ალერგენებსაც ხო შეიცავს. როცა ჩვენ გვჭირდება, აი რაღაც ერთგვარი რესტარტი ორგანიზმს ზუსტად მაშინაა მარხვა. მე ახლა მათემატიკურ მარხვებზე გეუბნებით. ძალიან სწორი აქცენტებია. აი ძალიან სწორი. ერთ-ერთი უძველესი სისტემაა, მე ვიტყოდი, საკმაოდ გამართული. ძალიან ბევრი პროდუქტებია სამარხო ეტიკეტით, რომლებიც საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას აბრკოლებს და მის აუარესებს, მაგალითად რაღაც გაუგებარი ნამცხრები, გაუგებარი ზეთებით და მცენარეული კარაქით მომზადებული. ზოგადად, როდესაც ცხიმის ნაკლებობა ამა თუ იმ კერჩი, მაშინ ცდილობენ, რომ ნახშირწყლებით შეავსონ. ეს იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციას და აქედან შეიძლება არასწორად მარხული ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისთვის მთავარია სამარხოა თუ არა სამარხო, არც რაოდენობას ზღუდავს, არც ჯერადობას. ისე მე ამას მარხვას არ დავარქმევდი, მაგრამ თვითონ თulis რომ მარხულია, შეიძლება წლების შემდეგ აიგიდოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ან განუვითარდეს რაღაც მიკროელემენტების დეფიციტი. არ მთავრდება ეგ კარგად სამწუხაროდ. ისეთ კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოამზადებ. აი მაგალითად გამოცდილი დიასახლისი, რომელიც სწორად მოამზადებს ლობიოს, სოკოს, ბარდას, რომლებიც ქალებისთვის უფრო ხშირად შეიძლება, მამაკაცებისთვის ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ქალური ჰორმონების ანალოგი, ახლა მამაკაცები ძალიან დიდი რაოდენობით ბარდა არ არის სასურველი და თუ სწორად ტექნოლოგიურად სწორად მოამზადებ, ის უფრო შეგერგება, უფრო დაგანაკლებს და თუ აი სწრაფი კვების ობიექტებში სამარხო ვარიანტს ყიდულობ, ის არც განაყლებს და შეიძლება ისეთი ცხიმით იყოს მომზადებული და ისეთი არასწორი ტექნოლოგიით, რომ გაგიღიზიანოს ნაღლის ბუშტი, გაგიმწვავოს გასტრიტი და ძალიან აი მომზადების პრობლემაც არის მან.